თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბგირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. ჯაფარიძეს 20,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ამ საქმეზე ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა. დღესვე კომისიაზე არ მისვლის გამო ბრალი წარუდგინეს კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას. დაბარების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ბრალის საყენების შემდეგ ახლა სასამართლომ უნდა განიხილოს რა აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს ჯაფარიძის მიმართ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გირაოს დაკისრების შემთხვევაში მის გადახდას არ აპირებს და არც ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს. მასალები გადმოცეს, უცებ რასაც გადავხედეთ არის WhatsApp-ში ჩემი მიმოწერები, სადაც მეძახიან ამ რაღაც იმაზე, ვითომ კომისიაზე, არის ჩემი Facebook-ის პოსტების სკრინები, სადაც ვაითქვე მიწერია ორჯერ, ეგ არის ერთი 80-იანი ფონტით ამობეში და დევს მასალებში, მეტი შიგნით არაფერი არ არის. დანარჩენი რო არ მივდიოდი, არ ვაპირებდი მისვლას, ისედაც იციან, არაფერზე ხელი არ მომიწერია, დღეს გადააგზავნიან საავადმყოფო სასამართლოში და მერე იქნება პროცესი იმსჯელებენ ალბათ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დამკვიდრებული პრაქტიკა რაც არის, რომ გირაოს უფარდებენ და ესე უშვებენ, 1 ლარის გადამხდელი მე არა ვარ, არაფრის გადამხდელი არა ვარ, გირაოს შინაარსი არის ის, რომ რაღაცა არ გავიქცე ქვეყნიდან და ეს არ ქნა და ის არ ქნა. არცაც წასვლას არ ვაპირებ, როცა პირველად შემომეხნიანეს სტრასბურგში ვიყავი, ჩამოვედი, აქ ვარ, ზოგადად ამ ქვეყნიდან არცაც წასვლას არ ვაპირებ და მანამ სანამ ამათ არ გაუშვებთ, მანამდე არც გაჩერებას არ ვაპირებ. ზურაბგირჩი ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც დაბარების შემდეგ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე არ გამოცხადდა. წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო სასამართლომ 50,000 ლარიანი გირაო შეუფარდა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. 20,000 ლარიანი ირაკლი ოქრუაშვილს, გივით არგამაძეს კი 10,000 ლარიანი გირაო.